სამშვიდობისო თვითონ ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. მოგეხსენებათ ხვალ 9 აპრილია 1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად 14 წელი გავიდა. როგორც ჩანს, ეს დღე დღევანდელი გადასახედიდან. რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანებას. სწორედ აი ამ თემებზე სასაუბროდ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სტუდიაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი. ჩემთან ერთად მას ამ სტუდიიდან მას მიზნობას გაუწევს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვლადიმერ თამაზმაყაშვილი. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 713-31 ან 710-29, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩამოგზავნით დროში. ჩვენ ვიცოდით რომ ქალბატონი ირინა აბირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა აუცილებელი საქმეები გამოუჩნდა. თუმცა ჩვენთვის აუცილებელია დღევანდელი გადაცემის თემა, როგორც უკვე აღნიშნეთ, 9 აპრილის ტრაგედიის შეფასება დღევანდელი დღის გადასახედიდან. რა შეგიძლიათ თქვა? აი 14 წლის შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივი არის ყოველთვის ქალაქ გორში სტუმრობა და განსაკუთრებით ჩემთვის სასიამოვნო არის რომ აი ესეთი ლამაზი, კარგი ტელევიზიის სტუმარი ვარ და გილოცავთ ამას თქვენს ტელევიზიის მესვეურებს და რა თქმა უნდა გურელებს რომ მათ დიდი ესეთი კარგი ადგილობრივი ტელევიზია თრიალეთი გააჩნიათ. რაც შეეხება 9 აპრილს, ალბათ 9 აპრილი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გავა 14 და კიდევ 14 წელიწადი არწმუნებული ვართ რომ ჩვენი ქვეყანაც სულსხმა მდგომარეობაში იქნება, პროგრესის თვალსაზრისით გულისხმობ ამას, მაგრამ 99 წლის 9 აპრილის მოვლენები და მათ გარშემო და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი აქტიური ჟაბასის და განჟის საგანი. რა იყო 99 წლის 9 აპრილი, თქვა კი რადგან ჩემთვის მე მაშინ დაახლოებით 26 წლის ახალგაზრდა ვიქნებოდი, რომელიც აქტიურად ვიყავი ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს იყო ქართველი კაცის, ქართველი ერის გულიდან ამოსული ძახილი, გულის ასე ვთქვათ ძგერა გაძლიერებული, რომელიც უახლოვდებოდა იმ სანადრევ დღეს, იმ სანადრევ მოვლენას, რასაც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჰქვია. აი მე პირველ რიგში მგონია რომ ეს იყო მართლა ერთმუშტად შეკრული ქართველი ერის გულის ძახილი თავისუფლებისაკენ, გულის ძახილი საქართველოს ნათელი მომავლისაკენ. რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ? რა მაინტერესებს ის რამდენად არის დღეს თქვათ ისევ ერთმუშტად შეკრული ქართველი ერი? ფიქრობ რომ ზედმეტია ერთ ამას საუბარს. უნდა ითქვას რომ არათუ დღეს სამწუხაროდ 99 წლიდან სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ქართველთა ერთიანობა მაინც მნიშვნელოვან ნაწილად იქნა დაარღვეული და დღეს საუბარი რომ საქართველოს ქართველი ერი და ჩვენი საზოგადოება რაღაცა ერთი მიზნისკენ მიმავალ ასე ვთქვათ საზოგადოებას წარმოადგენს რთული თუ არა პირდაპირ ვიტყვი რომ შეუძლებელიც არის. ამ კუთხით რა თქმა უნდა 99 წლის ერთსულოვნების დაბრუნებამდე ჯერ ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ და სამწუხაროდ არ ჩანს ის ასე ვთქვათ კონკრეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენა, რამაც შეიძლება ჩვენ ისევ გაგვაერთიანოს. დღეს ერთი შეხედვით საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე განაწილობრივ დე ფაქტოც მიღებული აქვს, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს შექმნილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ეს არსებული დამოუკიდებლობა, როგორ ავაშენოთ ჩვენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო და როგორ უნდა იყოს ამ სახელმწიფოში ქართველების და ყველა ჩვენი თანამოქალაქის ღირსეული ცხოვრების პირობები. აი ამ კუთხით ჩვენ საზოგადოებას აბსოლუტურად დაკარგული აქვს დღეს ორიენტირები და ქართული საზოგადოება, მისი პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ისტაბლიშმენტი, მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ძალიან დეზორგანიზებული. რა არის წამალი აი ამ ყველაფრის? იცით რა არის? აი ამ სერვისს მე ბევრჯერ ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ შემთხვევაში თუ არ წავმართავთ ჩვენ საუბარს მხოლოდ ასე ვთქვათ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური მიმდინარეობის რეკლამას და მარტივად არ დავიწყებთ ამ საკითხში ასე ვთქვათ გადაწყვეტილებების ძიებას და მარტივი ძიება ის არის რომ ახლავე დავიწყო ხელისუფლების ასე ვთქვათ აუგად მოხსენიება და ძაგება, რასაც ის ობიექტურად და სამართლიანად იმსახურებს, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ალბათ ცოტა უფრო ღრმად ჩავუფიქრდეთ რაში შეიძლება იყოს აი ამ პრობლემის ფესვები და სათავეები. აქ რამოდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, შეიძლება ჩვენი ტელემაყურებელი პროგრამაში არ დაგვეთანხმოს.
მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზად მე მაინც მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ საქართველოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ფლობდა თავის დამოუკიდებლობას. მას ის კულტურა, ის ტრადიცია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, მისი მართვა, მისი შენარჩუნება, რასაც ქვია, აი ეს უნარჩვევები ჩვენ გარკვეულწილად დაკარგული ქონდა. ფაქტობრივად ბოლო 10-15 წელიწადი არის, როდესაც ჩვენ მოგვიწია, რასაც ილი ამბობდა, ჩვენი თავი ჩვენ თვითონ ვკურნოდა. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ საზოგადოებას გარკვეული დეფიციტი, გარკვეული კულტურა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და შენებისა ეს გამოცდილება ნაკლებად იყო. ამიტომ მე მაინც ვგონია, რომ დღევანდელი პრობლემები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ჩვენ ამას თუ შევხედავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, აი ჩვენი თავიდან დანახოს, როგორ უნდა გამოვიდეთ ჩვენ ქართველები ამ მდგომარეობიდან, ვფიქრობ, რომ გარკვეული ეს პრობლემები ამაში არის. ხო არ ფიქრობთ ბატონო, რომ აი თქვენ საუბრობთ საზოგადოებაში არაერთიანობაზე. მიუღწეველია თითქოს აი ამ პერიოდში. ხო არ ფიქრობთ, რომ მაშინ EDP-ს და სხვა ეროვნული ძალებიც ასე ვთქვათ, ერთ იდეოლოგიაზე და ერთ მიმართულებაზე იყვნენ. შემდეგ მოხდა თქვენს პარტიაშიც, EDP-შიც და სხვა ეროვნულ ძალებშიც განხეთქილება. ხო არ ფიქრობთ, რომ აი ამ განხეთქილებებმა პოლიტიკურ ძალებში დააჩქარა იგივე განხეთქილებები საზოგადოებაში? აქ ურთიერთკავშირში არის ეს ყველაფერი, როდესაც ესეთი პოლიტიკური ძალები მე მაინც ვფიქრობ ასახავენ იმ სურათს, რა სურათიც არის საზოგადოებაში და პოლიტიკური ძალების ქმედების, ასე ვთქვათ, კოეფიციენტი იგივე არის, ისი მიმღები საზოგადოება არის. როდესაც ჩვენ დავდექით უკვე კონკრეტულად იმ ამოცანის გადაწყვეტის წინაშე, თუ როგორ უნდა განვითარებული იყო ეროვნული მოძრაობა, აქ შემდეგ აღმოჩნდა, რომ უამრავი ტაქტიკური და ხშირ შემთხვევაში სტრატეგიული განსხვავებები არსებობდა. აი სწორედ ეს გამოცდილების, ასე ვთქვათ, არ ქონა უკონლობა, რომელმაც ჩვენ აი ეს ძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა. მაგალითისთვის მოვიყვან ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, რომლებიც საქართველოს და მაგვარად აქტიურად იბრძოდნენ თავიანთი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისათვის. მე იმ პერიოდში ძალიან ხშირად მიხდებოდა ბალტიისპირეთში სტუმრობა, ეს იყო ვიზიტები, რომელიც საქმიან სახეს ატარებდა, იქაური ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა წარმომადგენელს ხვდებოდა, აქტიური კონსულტაციები ჰქონდა. თვალშისაცემი იყო ერთ-ერთი მომენტი, რაც პირდაპირ უნდა აღინიშნოს. თუ ჩვენი მხრიდან მაინც აი ადრეულ 80-იან წლებში, იგივე 99 წლის გარშემო პერიოდში, ჩვენგან მაინც ეროვნული მოძრაობა ეს იყო რაღაც დისიდენტურ და ახალგაზრდულ მოძრაობასთან გაიგიერებული, სადაც ახალგაზრდა ადამიანები იღებდნენ ძირითადად მონაწილეობას და მათ, რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გამოცდილებაც არ ჰქონდათ ჯერ იმდენი ყოვლის ეს ობიექტურობა 26 წლის ვიყავი ელემენტარულად მე. ბალტიისპირეთში მათი ეროვნული მოძრაობა იმ ადამიანებისგან იყო ძირითადად, ასე ვთქვათ, აი იმ თაობის ხალხისგან იყო ძირითადად, ასე ვთქვათ, შედგენილი, რომელთაც ჯერ კიდევ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა ახსოვდათ, ანუ სანამ მოხდებოდა ცნობილი რიბენტროპ-მოლოტოვის ხელშეკრულების შედეგად ბალტიისპირეთის ძველი თაობა იყო. ის თაობა, რომელსაც ახსოვდა კარგად დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორ შენდებოდა და იმართებოდა. ჩვენ აქტიურად მაშინ თითოეულ ადამიანს თუ მოვძებნებდით ღრმად მოხუცებულს, რომელსაც ძალიან ხანმოკლე საქართველოს დამოუკიდებლობის 18-21 წლიანი პერიოდი ახსოვდა. ესეც ალბათ ობიექტური ფაქტორი არის. აი მე და ამასთან ერთად რა თქმა უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვალდებული იყო, რომ გარკვეულწილად საქმე ისე წარემართა, რომ ქვეყნის შენებისკენ ყოფილიყო მთელი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული, პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისკენ ყოფილიყო წარმართული, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ყოფილიყო წარმართული, სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი აი ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო პოლიტიკური სპექტრის დაშლა, დანაწევრება, ურთიერთდაპირისპირება. ამის, ასე ვთქვათ, ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ამით მისი ხელისუფლებაში ყოფნა უპრობლემო, ასე ვთქვათ, და არა, ასე ვთქვათ, მას ალტერნატივა და კონკურენტი არ ყოფილიყო. იგივე რაც ეროვნული დემოკრატიული პარტიის, ასე ვთქვათ, გარშემო მოხდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პერსპექტიული პარტია, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ შექმნილიყო ნორმალური პოლიტიკური ძალა. მას ყველაზე მეტად ამის ეშინოდა იმ ალტერნატივის, რომელიც შეიძლება მოსულიყო და მის მაგივრად ემართა სახელმწიფო. მე მინდა ისევ 9 აპრილს დავუვიდე. შეიძლება თუ არა აი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და ზოგიერთი ადამიანი, უფრო მემარცხენე
ორიენტაციის ადამიანები და პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილებოდა და შეიძლებოდა საქართველოს ხონჩით მორთმეულ და ასე ვთქვათ დამოუკიდებლობა. იცით რა არის საერთოდ ხონჩით მორთმეული ალბათ არაფერი არ არის ჩვენ უკვე იმ ასაკის ხალხი ვართ რომ ვიცით რომ არც ეს ტელევიზია ხონჩით არავინ არ მოგართმევს ძალიან დიდი შრომა ბრძოლა სისხლის არა მაგრამ ოფლის ჩაღვრა ჭირდება და უზარმაზარი ინტელექტის დახარჯვა რომ აი დონეზე მივიდეს ასე რომ არც თავისუფლება ხონჩით არ მოდის ასაგებია გარკვეულმა მსოფლიო პოლიტიკურმა ასე ვთქვათ მოვლენებმა განაპირობა საბჭოთა კავშირის დაშლა მაგრამ ის რომ ჩვენი ბრძოლა არ აღმოჩნდა ეფექტური, იმის შედეგი არის რომ დღეს ესეთი ხელისუფლება და ესეთი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ეხლა კონკრეტულად 99 წლის 9 აპრილი ტრაგედია ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ეს ტრაგედია, იმიტომ ადამიანები დაიღუპნენ. აი 99 წლის 9 აპრილის აი იმ ტრაგიკულ საღამოს. მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა და 2 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის და 2 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა. ამიტომ თავისუფლების მოპოვება ყოველთვის სიხარულისა და ტრაგედიის ნაზავი და ნაყოფი არის, ესე უნდა გავიგოთ. ახლა კონკრეტულად იმ საღამოს შეიძლებოდა თუ არა ვითარების შეცვლა. დღევანდელი გადმოსახედიდან და მე უკვე რამოდენიმე პერიოდია ამას ესე ვფიქრობ, გარკვეულწილად შეიძლებოდა და შეიძლებოდა არა იმ კუთხით, რომელსაც შეიძლება ჩვენ მემარცხენე ტიპის პოლიტიკოსი გვეუბნებოდეს ან ასე ვთქვათ ძველი კომუნისტური ფუნქციონერი აყალიბებდეს ასე ვთქვათ თავის აზრებს, მე მიმაჩნია რომ მაშინ ამის აცილების და აქედან ღირსეული გაგრძელების გზა შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ჩვენ აგვეჯერებინა კათოლიკოს პატრიარქის სიტყვისთვის და მისი ლოცვა-კურთხევისათვის. აი მხოლოდ ეკლესიის მიერ ნაჩვენები გზით წასვლა იქნებოდა აი იმ კონკრეტული ტრაგედიის აცილების ასე ვთქვათ საშუალება და მე ვფიქრობ ალბათ უფრო დიდი და სიმბოლური მასშტაბით იქნებოდა მთელი ეროვნული მოძრაობის უფრო ეკლესიური ასე ვთქვათ სიბრძნით გაეგრძელებინა მას მთელი თავისი მოღვაწეობა და შეიძლება შედეგების დღეს საერთოდ სხვანაირი იქონოდა. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩემთვის ის ავტორიტეტი, ის გამოსავალი, რომელიც შეიძლებოდა რომ იმ სიტუაციაში უკეთესი ყოფილიყო სწორედ ეკლესია და მისი მოწოდება არის. გასაგებია. მე მაყურებელს უბრალოდ შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 71029 ან 71331. ვფიქრობ, ძალზედ საინტერესო საუბარი მიმდინარეობს სტუდიაში, შეგიძლიათ დავგვირეკოთ. დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმრად. ბატონო თამაზ, იქნებ თქვენს გაიხსენოთ აი 99 წლის მომენტი, ვიცი რომ თქვენს აქტიურად იყავით ჩართული პროცესებში და ამ დეტალს სხვა გაიხსენებთ ისიც, რომელიც გახსენებაც უშუალოდ ამ მოვლენას ჩვენ გორში შევხვდით მაშინ. აი გორი როგორი იყო ინტერვიუში საინტერესო. თქვენ სკოლაში სწავლობთ და ბევრი რამე არ მახსოვს და ჩვენ გორში ალბათ ყველას ახსოვს მაშინ ცენტრი გორში ეროვნული მოძრაობისა საკრებულოში იყო საკრებულო სტალინის ქუჩაზე შემდეგ ფედერალის ოფისი ქალაქთა კავშირის იქ ვიკრიბებოდით მაშინ როდესაც ეს 9 აპრილის მოვლენები მოხდა თბილისში მაშინ დაგვშალეს აქ ძალით და მაშინ კარგად მახსოვს ერთ-ერთმა ფუნქციონერმა არ მინდა გული ვატკინო მაშინდელმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გორის კომუნისტური პარტიის ეს გითხრა რომ 2 დღე კინოს არ გაუშვებთ გამარჯვებაში და მეტი რა გინდათ რომ წალით ახლა დაიშალეთ. რა თქმა უნდა აი მაშინ სერტიანობა რაც ბატონმა ირაკლიმ მოყვა ახლა და ეს გაგვახსენა მაშინდელი მოვლენები გორშიც ანალოგიურად აისახებოდა მაშინდელი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ჩვენ 1 წლის თავზე 9 აპრილის 1 წლის თავზე ალბათ ახსოვს ძალიან დიდი ღონისძიება მოაწყეთ სვლელობით სამხედრო ქალაქთან და ყველაფერი ისეთ ჩარჩოებში იყო მოქცეული ორგანიზებული ძალიან და ძალიან სამწუხარო არის ალბათ აი დღევანდელი თქვენი შეხვედრის თემაც ეგ არის დღევანდელი გადასახედიდან ძალიან სამწუხაროა რომ ის ერთიანობა ხალხმა ვერ შეინარჩუნა და ეს ესეც საწოდავ დღეში ჩაარდა თავისი ქვეყანა. გასაგებია. ბანერად თქვენთან ყოველი ფრაზა ბატონ თამაზისა იყო ერთიანობა ვერ შეინარჩუნა ხალხმა. მინდა ისე დაუბრუნდეთ იმ თემას. ერთიანობა ვერ შეინარჩუნა ედებენ.
გავიდა თქვენგან გიორგი კობახიძე ბოლო პერიოდში, მანამდე მამუკა გიორგაძე. რა იყო ეს? თქვენ როგორ აფასებთ აი ამ ბოლოს? ფაქტიურად ის ძლიერი პარტია დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ხო მეთახმებით. ერთ შესაძლებლობა შევიდა, უბრალოდ გიორგი კობახიძე ჩვენგან არ გასულა, ის მამუკა გიორგაძეს ამოიღო ახლა ჩვენგან არ გასულა. ნუ ერთად გავდო, ხო ეს ახლა მას კონკრეტული მნიშვნელობა არ აქვს. მე აი სწორედ ამას ვაუბრობ, რომ ეს რა თქმა უნდა იყო ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. და მე წუხარ იმას, რომ თავის დროზე თქვათ იგივე მამუკა გიორგაძემ თუ სხვებმა ვერ მოახერხეს, რომ თავი ისევ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შიგნით მოეძებნათ, დაენახათ, გაეძლოთ თქვათ იმ სტუმებისთვის თუ იმ გარკვეული ასე ვთქვათ, წნეხისთვის, რაც შეიძლება ფარულად ირიბად, მაგრამ ხელისუფლებისგან მოდიოდა და მე მაინც ვიმეორებ, რომ ერთიანობის შენარჩუნება ყველა სხვა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, თითქოს ახლოს დგარ ბიზნეს მიღწევაზეც კი მაღლა დგას ერთიანობა ყველაზე ძვირად ფასობს. სწორედ მაგიტომ მოახერხა სწორედ ეგ მიზანი ჰქონდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახით ხედავდნენ ნამდვილად ეროვნულ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავისი გამოკვეთილი და საკმაოდ ძლიერი იდეოლოგია გააჩნდა და გააჩნია დღესაც და ამავე დროს მას უკვე თავისი გუნდი ჰქონდა. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩამოყალიბებული არის პოლიტიკურ სპექტრში კარგი გუნდი, შეთამაშებული გუნდი, რომელსაც თითქმის ცხოვრების ყველა მიმართულების მიხედვით თავისი ხელმძღვანელი ყავდა და ამ ხელმძღვანელს თავისი ქვედა. თქვენ გახსოვს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდი მუშაობთ კიდევაც მინისტრებად და აი მაშინ, როდესაც ჩვენ პირდაპირ და ღიად და აშკარად დაუპირისპირდით ამ ხელისუფლებას და პროტესტის ნიშნად საქართველოს SMI-ში გაწევრიანების შემდეგ დავტოვეთ მთავრობა და ხელისუფლება, აი მას შემდეგ ალბათ ჩაისახა ის მზაკული გეგმა, რომელსაც ერქვა ალბათ პოლიტიკური ძალის ლიკვიდაციისაკენ მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა და დაიწყეს ალბათ და მოხდა ის უბედურება, რომ ჯერ მოკლეს გიორგი ჭანტურია, შემთხვევით გადარჩა იმავე მანქანაში ჯდომი ხალბატონი ირინა ცარიშვილი ჭანტურია, რომელიც თვეების განმავლობაში სამონტყოფოში იწვა მიღენებული ჭრილობების შედეგად და აი ამის შემდეგ თქვა ეს პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც დღეს ამით დასრულდა. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების, ასე ვთქვათ, აი ამ მოკლე ხნის ისტორიას, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალაში, რომელიც მეტნაკლებად გარკვეულ, ასე ვთქვათ, შეიძლება ძალას წარმოადგენდა რაღაც გარკვეულ ეტაპებზე, ზუსტად ანალოგიური ტერორისტული აქტი არა, მაგრამ დაშლა დაგსაქსვის ანალოგიური სცენარი და სქემა, ასე ვთქვათ, ხორციელდებოდა, მიზეზები ყველგან სხვადასხვა იყო, ადგილობრივი, ასე ვთქვათ, მიზეზები, მაგრამ შედეგად ყველა ერთ-ერთი თვითონ მოქალაქეთა კავშირიც კი ხელისუფალმა, როდესაც ის საჭირო მისთვის აღარ იყო დაახლოებით, მე მგონი 1 თუ განაწილოთ დაშალახდეს. გასაგებია, ზარიბობს, როგორც მე ეთერში. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ. პირველ რიგში მე დიდი გულის ტკივილით, ანუ ჩათხრობილი გულით მინდა გავიხსენოთ 9 აპრილი. გავახსენო ყველა ჩვენგანს, ვინც ნამდვილად ქვეყნის მარჯვისცემით ცხოვრობდა იმ პერიოდში და ძალიან ვიწროს გამოთქვა იმისათვის, რომ ხალბატონი ირინა ცარიშვილი ჩამოგზავნდა და შეკითხვა მაქვს ასეთი. აი როგორ ფიქრობთ, აი ასეთ პერიოდში, როდესაც ისეთი მდგომარეობა არ არის, ერთ მუსტაცეკვილი არ არის საქართველოს და ქართული ხალხის აზრობრივი დაგსაცილება აღინიშნება. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია შეძლებს ერთად დგომას და სად გამარჯვებას? დიდი მადლობა. ხალბატონმა დასვა ახლა შეკითხვა, რომელიც მე ვიტყოდი, რომ მთელი ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკის ხერხემალს და ღერს წარმოადგენს. რას მოიმოქმედებს და რას იზამს ოპოზიცია მოახლოებული საპარლამენტო და შემდგომში უკვე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. მე ხალბატონო ვეთანხმებით, რომ თუ ოპოზიციამ აქ თავისი უკვე პოზიცია არაჩვენა ხალხს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგნოზი შეიძლება წინასწარ ითქვას, რომ იქნება ძალიან მძიმე და სავალალო. ხა რაშია მდგომარეობა?
ჩვენ ოპოზიციური პარტიები, დიდები, პატარები, ძლიერები, სუსტები არ აქვს ამას მნიშვნელობა. ყველა ოპოზიციონერი ამბობს, რომ არ ვარ და ხელისუფლება. ხელისუფლებამ ჩვენ დაგმართა ეს, ეს ჩამონათვალი შეიძლება სამართლიანი ჩამონათვალი და სამართლიანი საყვედური უსასრულოდ გააგრძელო მოგეხსენებათ, მე ამიტომ ამაზე აღარ გავგზავნები. მაგრამ მე ჩემის მხრივ აი ამ ოპოზიციური პარტიების და ლიდერების შეხვედრაზე დამისვია ეს შეკითხვა, ჩვენ წინადადებებს ეს ლეიტმოტივად გასდევს, ჩვენ რითა ვართ ხელისუფლებაზე უკეთესები. თვითონ ჩვენ მასზე უარესები ვართ. და ჩვენი მოსვლა ხელისუფლებაში კიდევ უფრო უარესი იყოს და საერთოდ გვაქვს კი თუ არა ჩვენ შანსი ხელისუფლებაში მოსვლისა. მე დღეს მგონია, რომ ერთადერთი შანსი იმისა, რომ ქვეყანამ საზოგადოებამ დაინახოს ნამდვილი ალტერნატივა, დაინახოს ნამდვილი ერთიანობა, დაინახოს არსებული ხელისუფლების შეცვლის და ქვეყნის უკეთესი მომავლის და პერსპექტივის, ასე ვთქვათ, სურათი, ეს მდგომარეობს ოპოზიციის მართლა გაერთიანებაში. და რა გარანტია, რომ იგივე ხელისუფლება ვეღარ დაშლით, როგორც საქანელი დაშალა აი ამ ერთი. რა არის იცით, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია გაერთიანდება, არამედ არის. დღეს ჩვენი ინიციატივა არის ყველა პოლიტიკური ძალა ამბობს, ასე ვთქვათ, რომ უნდა ოპოზიცია გაერთიანდეს, მაგრამ ჩვენ უყურებთ სულ საწინააღმდეგო რამეს. ოპოზიციის ეს განცხადება არცილდება განცხადებებს, გარკვეულ ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკურ კულუარულ საუბრებს, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩვენ ამ ფონზე ვხედავთ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების თვალში სრულიად დევალვირებული და გამაყრუტებული არის, დღეს აქტიურად იწყებს საარჩევნო კამპანიას. ის მოქალაქეთა კავშირი, იქნება ახალი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, საზოგადოებები, ძალები, ხელისუფლებასთან კავშირში ყოფი, ასე ვთქვათ, სტრუქტურების და პიროვნებების მიერ და ისინი აპირებენ ისევ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების რესურსის, აი მონოლითურობის, ასე ვთქვათ, გამოყენებით ამ ხელისუფლების და მმართველობის და ცხოვრების აი ამ წესის შენარჩუნებას. ისინი ამ ნაბიჯებზე უკვე დღეს კონკრეტულად მიდიან და ხელისუფლება ოპოზიცია ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, აკრიტიკებს ხელისუფლებას ხარკვლავან დარბაზებში, სატელევიზიო ეკრანებზე, მაგრამ რეალური შეერთების, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ნაბიჯებს ჯერჯერობით საზოგადოებას ვერ ანაჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ თუ აი ეს მოლოდინი გაიწერა, დრო ძალიან ცუდად დარჩება, უკვე საიტმოტის პერიოდში გაერთიანება ძალიან გართულდება და ჩვენ ჩვენდაუნებურად თუ შეგნებულად მე ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით მივიღებთ იმას, რომ ხელისუფლება იქნება კვლავ დარაზმული და საზოგადოება კვლავ იფიქრებს, რომ აი ამ ასე ვთქვათ, პოპულიზმზე აღებულ ოპოზიციას ჯობია ისევ შეჩვეული ჭირასადები. კიდევ ერთი მაყურებელი ეხერში. სამშვიდობისა, გთხოვთ დასვა. მოგესალმებით. ტელევიზორს მოცილდით ოდნავ. მოგესალმებით. დიახ, ისმენ. ბატონი ირაკლისთან მაქვს შეკითხვა. მე მინდა ისე 9 აპრილს დაუბრუნდე. თქვენთან ბატონო ირაკლი, რომ 9 აპრილს რომ დაეჯერებინათ და ხალხო, შეიძლება ოდნავ მოცილდით ტელევიზორს, ოდნავ მოცილდით. 9 აპრილს რომ დაეჯერებინათ ილია მეორესთვის და შესულიყვნენ ეკლესიაში გადარჩებოდნენ. ასე ბრძანეთ ხომ ბატონო ირაკლი? დიახ. რამდენი კაცი დაეტევდა იმ ეკლესიაში? ხომარჯობდა რომ თვითონ ხელმძღვანელობას ეფიქრა, როცა ჯარი ასე უახლოვდებოდა და წრეს აკრავდა, იქნებ მაშინ გამოსულიყო რომელიმე ხელმძღვანელთაგანი და ეს ხალხი დაეფრთხილებინა. შეიძლება მაშინ უფრო არ მომხდარიყო ეს ამბავი, როგორ ფიქრობ? გასაგებია, ნაბუ. მე მოგახსენებ ხალხო პირველ რიგში იმას, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც მხოლოდ ერთი შენობა, სადაც რამდენი ადამიანი დაეტევა, იმიტომ ეკლესია პირველ რიგში უფალია და უფლის, ასე ვთქვათ, ნებაა და უფლის საფარველია და შემდგომში არის ვთქვათ ის არქიტექტურული ძეგლი, რომელსაც ეკლესია ჰქვია და სადაც წირვა-ლოცვა ტარდება, იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკურად ვთქვათ იმ ხელ ეკლესიაც იყოს, რომ ყველა ადამიანი შევიდეს და იქ შემოგივარდეს მტერი და აქ სიმბოლურად არის საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ გავყვებოდით პატრიარქის მიერ ნათქვამ სიტყვას და ეკლესიის მიერ ნათქვამ სიტყვას,
აქ შეიძლება საერთოდ ვითარება შეცვლილი იყო, საერთოდ შეიძლება შტურმი არც კი შემდგარი იყო და ასე შემდეგ და ამას შეიძლება აბსოლუტურად სულ სხვა განვითარება ჰქონდეს და აი ამ შემთხვევაში ამიტომ ამბობ, რომ ჩვენ აქ არ უნდა გავიგოთ ეს მხოლოდ ისე, რომ თვითონ ქაშვეთის ეკლესია თავისი ასე ვთქვათ მოცულობით დაიტევდა თუ არა თელ მომიტინგებს. აქ ამაზე არ არის ლავა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ უწმიდესი ამბობდა, რომ ჩვენ თუ ეხლა გადავალთ ეკლესიის მხარეს და ჩვენ ეკლესიაში დაიწყებთ ლოცვას, ღმერთი დაგვიფარავს და ეს შტურმი არ შედგება. ეს პირველი აი ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება მეორე კუთხით თვითონ აი იმ პერიოდში ხელმძღვანელობა. მე მინდა პირდაპირ თქვა, რომ ხელმძღვანელობა იმ პერიოდში საკმაოდ ასე ვთქვათ რთულ მდგომარეობაში იყო. მე უშუალოდ იმ საღამოს, იმ დროს, აი ამ მომენტში მიტინგის ერთ-ერთი წამყვანი ვიყავი, როდესაც უწმიდესიც მობრძანდა. ნაწილს საერთოდ ხელმძღვანელობაში, ამასაც ვიტყვი ობიექტურად არ აქვს კონკრეტულ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა. არ უნდოდა რომ საერთოდ პატრიარქს ეთქვა თავისი სიტყვა და თუ გახსოვთ აი თქვენის ბოლო წუთები და წამები, როდესაც არსებობს ვიდეო ჩანაწერები და ხშირად ტელევიზორში და იქ მე მაშინ მიკროფონი მიჭირავს და ესეთ სიტყვებს ვამბობ, ჩემ და ასე ვთქვათ უნებურად საერთოდ რომ დუმილი იყოს, ამ დუმილში შეიძლება ჭეშმარიტება დაიბადოს, აქეთ უწმიდესი ბრძანდებოდა იდგა და აი სწორედ ამ მომენტში, როდესაც ხალხი რაღაცნაირად გარინდებული იყო, მაშინ ირაკლი მაიღო მიკროფონი ხელში და ასე ვთქვათ ესეთი ძალიან პათეტიური მოწყობა გააკეთა ბრძოლისაკენ. მე ამიტომ ვამბობ, რომ ალბათ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებას სწორედ ახლავს ეს ტრაგედია, სწორედ ახლავს ეს ბრძოლა, სწორედ ახლავს ეს ძალიან მძიმე და ძალიან ასე ვთქვათ ეკლით სავსე გზაზე სიარული და ამიტომ არის რომ 9 აპრილი ჩვენთვის არის როგორც გამარჯვების დღე, ასევე არის ტრაგედიის დღე და ასევე შეიძლება იმ გზის ხელიდან გაშვების მომენტიც დავინახოთ, რაზეც მე ცოტა ქვემოთ საუბრობდით, რომ ჩვენ ეკლესიას და პატრიარქს გავყოლოდით. აი მე ესე მინდა დავინახო და ეს არ არის 9 აპრილი რაღაც თქვა ერთი კონკრეტული პოლიტიკური აქტი, ან რაღაცა მოქმედება, რომელიც შეიძლება რაციონალური კუთხით, რაღაცა გარკვეული მკაცრი ლოგიკის ჩარჩოებით შეაფასო. ეს მე მაინც ვფიქრობ, რომ არის გარკვეული მოვლენა, რომელიც სწორედ აი ესეთ კონტექსტში უნდა გამიხილოთ. გასაგებია. ბატონო, მინდა ისევ ამ ახალ თემას დავუბრუნდე, რასაც ქვია ოპოზიციის გაერთიანება. ვიცი რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ნაციონალურ მოძრაობასა და დემოკრატებს შორის, თქვენსა და დემოკრატებს შორის. რა არის თქვა იმის მიზეზი, რომ აი დღემდე ვერ შეძლებთ გაერთიანება, ხომ არ არის ეს სწორედ იმ ამბიციების ბრალი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ლიდერებს ძალიან მოჭარბებულია. ვერ თახტობთ რაღაც ციებზე და ასე შემდეგ. რა არის იცით რომ მე პირველ რიგში აქ მინდა ეკრანს გაუსვა ხაზი, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან ალბათ თუ რამის სწავლება არის საჭირო, მასშტაბური ხედვა უნდა ვისწავლოთ. ის ხანდახან ისე მასშტაბურად ხედავს ხოლმე, რომ ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური პრობლემები ავიწყდება ამ მასშტაბურ ხედვაში, მაგრამ მე მაინც ალბათ აი ამას ვიფიქრებდი და ამას ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად ჩვენ პოლიტიკოსებს, ასე ვთქვათ, ლიდერებს გარკვეული თავისი მდგომარეობის, თავისი ასე ვთქვათ, კონკრეტული რეიტინგის, თავისი იმ მომენტში, თავისი გავლენის, ასე ვთქვათ, კაი გაგებით შეიძლება ტყვეობაში არიან ხოლმე და აი ეს ასე ვთქვათ, დღევანდელი მისი ძლიერი მდგომარეობა, მისი ორგანიზაციის ძლიერი მდგომარეობა აფიქრებინებს, რომ ეს ასე ვთქვათ, უკვე საკმაოდ მყარი კონსტანტაა და ამაზე დაყრდნობით მას შეუძლია ქვეყნისთვის რეალური ცვლილებების მომტანი, მასშტაბური, ასე ვთქვათ, წარმატებები მიაღწიოს და მე პირადად ვთქვათ, ჩემმა ხანძლივმა ყოფნა პოლიტიკაში დამანახა, რომ თუ ჩვენ ასე ვთქვათ, უფრო ოპოზიცია და ოპოზიციური ლიდერები, აი უფრო ფართო ხედვით არ აღვიჭურებით და არ დავინახავთ, რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე ერთი შეხედვით სუსტიც კი მათ ერთიანობაში გაცილებით დიდი ძალა არის და ის ვინც დღეს ძლიერია და დღეს შედარებით სუსტია, სულ რამოდენიმე ხნის განმავლობაში სხვადასხვა ასე ვთქვათ წონას ატარებდნენ და ამით არ დავინახავთ, თუმცა წარმავალია ბევრი რამე მით უმეტეს პოლიტიკაში და ჩვენი პრეზიდენტის ხელში და აი ერთად არ დავირაზმები და მაღლა არ დავდგებით, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ამ გარკვეულ
ჩვენი თავის, ჩვენი ძალის გარშემო შექმნილ ხშირ შემთხვევაში მოჩვენებით სიძლიერეს გარშემო ძალიან გაგვიჭირდება. იმიტომ კიდევ ერთხელ აღმოჩნდებით ჩვენ მოტყუებულები, კიდევ ერთხელ აღმოჩნდებით დამარცხებულები და კიდევ ერთხელ ხელისუფლება თავისი ცინიკური პრაგმატიზმით მოახერხებს არსებული ვითარების შეცვლას. რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, მე ახლა შეიძლება ცოტა ვამძაფრებ კიდევაც სიტუაციას ამ გაგებით, მაგრამ მირჩევნია რომ გაამძაფრო სიტუაცია იმ გაგებით, რომ უფრო კრიტიკული და თვითკრიტიკულები ვიყოთ ჩვენ, რომ საბოლოო შედეგი იყოს, ასე ვთქვათ, რეალური კარგი და მე ასე ვიტყოდი, რომ ეს საბოლოო შედეგი არ არის მხოლოდ დღეს იმაზე საუბარი, რომ რა პროცენტული მაჩვენებლები ეკნებათ არჩევნების შემდეგ რომელიმე პარტიას თუ რომელიმე ბლოკს თუ რომელიმე სიას. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოვახერხებთ თვისობრივად მდგომარეობის შეცვლას. თუ ჩვენ აი ესეთი მასშტაბის გარშემო არ გავერთიანდით, მაშინ მივიღებთ პარლამენტს, სადაც იქნება რამოდენიმე ძალა, ყველას თავისი პროცენტები, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ ეს იქნება ამორფული, საკმაოდ ჭრელი, ასე ვთქვათ, ერთი მიზნისკენ არ დარაზმული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც ვერანაირად არსებულ ხელისუფლებას მნიშვნელოვან და სერიოზულ, ასე ვთქვათ, ცვლილებებს ვერ მიაღებინებს. ამიტომ მიმაშინია რომ სწორედ ოპოზიცია აი ამ პასუხისგებლობით და ხალხის წინაშე აი ამ ვალდებულებით უნდა იმოქმედოს და მხოლოდ აი ესეთ შემთხვევაში დაუჭერს საზოგადოება აი ოპოზიციას ხარს და დაუჭერს ისე ძლიერად ისე ასე ვთქვათ მთელი სულისკვეთები და წმენით რაც საშუალებას მისცემს ხალხს პირველ რიგში თავისი პოლიტიკური ლიდერების მეშვეობით რეალურად შეცვალოს გასაგებანაში კიდევ ერთ მაყურებელს დავუშვით საღამოშიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. შეიძლება, ხო? დიახ, ძალიან. საღამოშიდობით ბატონებო. ბატონებო, მე თქვენ გიცნობთ ნაკლებად და მინდა ასეთი შეკითხვა მოგცემ. ეს შეკითხვა იქნება პატარა პრეისტორია მინდა. როდესაც ხვალ შეიძლება. როდესაც ქვეყანაში რაღაცა კეთდება ეროვნული მოძრაობის სახით. არა მნიშვნელობა რა. ეს უნდა იყოს თუ არა ცნობილი მთელი ერისათვის და უნდა იყოს თუ არა კონსოლიდირებული იდეოლოგიურად მაინც ერისათვის რა უნდა გააკეთოს. მიგაცნიათ თუ არა თქვენ ეს აი თქვენი ეროვნული მოძრაობის შესწავლა. ნუ მიპასუხებთ, იმიტომ რომ მე ტელევიზორში ჩატეული მაქვს, შეგიძლიათ კითხვები მოინიშნოთ და მე შემდგომად ვთქვით პოლიტიკაში. ეს ერთი მეორე. ძალიან შაბლონურად საუბრობთ, ის 10 წლის 15 წლის განმავლობაში ადამიანებმა ეს კითხვები თამაში დაალაგა და დაინახა, რომ პოლიტიკოსი რა დროს სადაწყობს გომა და რა უნდა თქვა ისიც, ამით ხალხი უკვე აღარ ხდება. ახლა ხშირად ამბობთ, რომ აი ქვეყანა დამოუკიდებლობისათვის ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი, ჯერ მითხარით, თქვენი ქვეყანა გვაქვს დამოუკიდებლობის გზის უცნელი წერია. რაც ნიშნავს დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა გაქვს ტერიტორია, როცა გაქვს ეროვნება და არა პირე, ხო? და როცა გაქვს შენი ენა, ჩვენი სასწრაფო აღარება. დღეს ხო ძალიანობაში ყოველ შემთხვევაში. მე რა დამოუკიდებლები აყოფილა, პირველად იმას დამოუკიდებლები, სამარისოს დამოუკიდებლები არ ვიყავით აღმაშენებელი ფარგლი. ვის ხელში ძნება? რატომ გძიჭით დღეს ჩვენი ეროვნულების შენარჩუნება და რამდენ ხანს იქნება აი ეს გაუთავებელი ერთმანეთზე გადაბრალება აი ხა უწამლოთ, ვექიმოთ თქვენით რომ გორში პენსიონერებს არც ქალაქში რომ ახდება ესეთი პრეცედენტი არის გორში რომ გორში პენსიონერებს ტრანსპორტი მოძრაობაზე შეღავათი არა. რეგუს რატომღაც გახდა ყველგან არის ათიკა. გასაგები, ძალიან შორს მივიდივართ ასე. არა, ეს არაგი გასაგებია, ისე თუ არ გადაიხარ ბატო, ეს იწოდი რა, ეს იწოდი. არა, გასაგები, ჩვენ უკვე თემას ავწვით, მე ასე მგონია, სოციალური შეკითხვა. შეიძლება ეს ფინიბრალია გადმოგება, იმიტომ რომ მე ხა დავასრულებ. არის. მე თან გაფიცებზე განეთით პასუხი და ალბათ მე დანარჩენზე ვისაუბრებ. ეხლა აუხსნებ ტელევიზორს რომ მოგისმინოთ. კონსოლიდაცია ეროვნული იდეოლოგიის. მე აი სწორედ ალბათონი სწორედ ვზამებს რომ თუ არ არის საერთო ეროვნული მიზანი და საერთო ეროვნული იდეოლოგია, მაშინ ძალიან ძნელი არის, ასე ვთქვათ,
ჩვენ ქალბატონო ალბათ ეს თქვენი კითხვა იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის ხოლმე ახალი ტერმინი თემატური უმრავლესობა. ანუ რაღაც საკითხებზე რაც ჩვენ გვაწყობს, იმაზე შევთანხმდებით, მაგრამ ამაზე არ შევთანხმდებით. ეს შეიძლება კარგი იყოს ეს ბუნება გალხენილი და მოწყობილი და ჩამოყალიბებული ქვეყნისთვის, რომელსაც ყველაფერი ძირითადად გაკეთებული აქვს და კონკრეტულ საკითხებზე მიდის. ჩვენ ფაქტიურად გვაქვს დღეს გენერალური საკითხები გადასაწყვეტი, ეს ჩვენი დამოუკიდებლობა მართლა როგორია, რანაირია, რამდენად სიცოცხლესუნარიანი არის, ჩვენი მოქალაქეები, საერთოდ მათი ცხოვრება, იგივე სოციალურ საკითხზე ქალბატონი საუბრობდა, თქვათ ის პრობლემა, რომ გორში სამამულო ომის ვეტერანებს და პენსიონერებს, თქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათები არ აქვს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთიანად იკინცება. ვერ გადაწყვეტავ მერწმუნედ ქვეყნის მასშტაბით სოციალურ პოლიტიკას და სოციალური პოლიტიკის პრობლემებს, თუ მთავარი საკითხები არ იქნება მოგვარებული. მე ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ეგრეთ წოდებული პროგრამები პარტიებისა, რომელიც მრავლად არის, რომ შეხედოთ განსაკუთრებით თქვათ მარჯვენეთ ორიენტირებული პოლიტიკური პარტიებისა, თვითონ პროგრამებში რაიმე ბევრ დიდ განმასხვავებელ ასე ვთქვათ პოსტულატებს და თეზისებს განსაკუთრებით მარჯვენე პარტიებისა შეიძლება ვერ აღმოაჩინოთ. ამიტომ აქ უკვე საუბარი უნდა სწორედ იმაზე იყოს, რომ აი ამ პარტიებმა მართლა ერთობლივი პროგრამა შექმნა, ერთობლივი მიზანი და ერთობლივი იდეოლოგია ჩამოუყალიბა, რომ ადამიანებმა მარტივად უნდა იცოდნენ რა არის აი ჩვენი ქვეყნის მიზანი. მარტივად. და ის სირთულეები, რომელიც ამას მოყვება და ის პრობლემები, ეს გასაგებია პარლამენტარების, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა, ასე ვთქვათ, განჯის პრეროგატივა, მაგრამ დღეს ქართველებმა არ ვიცით რა არის ჩვენი დროშა, დღეს ქართველებმა არ ვიცით რა არის ჩვენი სავალი გზა, დღეს ქართველებმა არ ვიცით მართლა რა არის ქართველობა და ჩვენი თვითმყოფადობა. ეს გამოწვეულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა ამაში მომისცემი დანაშაული აქვს ხელისუფლებას, ეს ასე ვთქვათ, ყოველგვარი კომენტარის და კრიტიკის გარეშე ესია, მაგრამ ამავე დროს ეს ამაზე ნელ-ნელა პასუხისმგებლობა უკვე ოპოზიციაზეც გადმოვა და გადმოდის, თუ ეს ოპოზიცია ვერ მოახერხებს მართლა ერთიანი გზის ჩვენებას და ერთიანი გზით მოსვლას ხელისუფლებაში. კიდევ ერთი მაყურებელი და შემდეგ რატო თამაშია გადავა მე. მოგესალმებით, გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, შეკითხვა ასეთია, რით იყო განპირობებული განხეთქილება თქვენ პარტიას შორის მცირედი კომენტარი თუ შეიძლება ამის შესახებ ასე მარუკა გიორგაძის გასვლას უთის ხო პარტიიდან? ალბათ ძალიან მოკლედ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დადგა პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი, პარტიის ხელმძღვანელობის გარკვეულ ნაწილს რამობა გიორგაძის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით არ სურდა რომ ქალბატონი ირინა ყოფილიყო ხელმძღვანელი პარტიის, მოწვეული იქნა ყრილობა, როგორც ასე ვთქვათ, წესდებით და კანონით როგორც არის გათვალისწინებული, ყრილობამ აირჩია ქალბატონი ირინა ხმების უმრავლესობით დემოკრატიული წესით თავისი პარტიის თავმჯდომარედ და ამის შემდეგ მამულა გიორგაძე აღარ მოისურვა ედეპეში დარჩენა და ბოლო პერიოდში ჯონდი ბალათურია ძალი. ეს ახლა არ მგონია იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ჩვენი პარტიის საზოგადოებისათვის. ბადრათა, მე მახსოვს თქვენი პარტიის აქტიურობა, ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიურობა, იგივე იმ დროს, როდესაც პირველი თუ მეორე მოწვევის საკრებულოს არჩევნებში, როდესაც მე საკრებულოს წევრები ვიყავ, თქვენი ორგანიზაციის პარტიის წარმომადგენლები. დღეს რატო ასე ვთქვათ, არააქტიურ პოზიციაში ეროვნული დემოკრატიული პარტია და რას ფიქრობთ, როგორ უნდა შეხვდეთ ამ საპარლამენტო არჩევნებში? ნაწილობრივ თქვენ დაეცით უკვე პასუხი ამ შეკითხვაზე. აქტიურობა საკრებულოში, რა თქმა უნდა, საკრებულოს ტრიბუნა არის, რომელსაც პოლიტიკური ორგანიზაცია იყენებს და ჩვენც, როდესაც რაიონის საკრებულოში ვიყავით, შეძლებს დაგვარად ჩვენი ძალებიდან გამომდინარე, ვისაც ახსოვს, თქვენც გახსოვთ, ბევრ საკითხებს ვსვავდით და ბევრი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული საკრებულოს მიერ.
სამწუხაროდ ძალიან ბევრ საკითხებში მაშინ არ დაგუჭირა საკრებულო მხარი, თორემ ალბათ მე ვერ ვიტყვი ახლა იმას, რომ გორში სათამბჯენები იქნებოდა აშენებული, მაგრამ რაღაც გარკვეული კუთხით ერთი ნაბიჯით მაინც წინ იქნებოდით. ყოველ შემთხვევაში მომდევნო საკრებულო იმის შემდეგ ალბათ უფრო მეტად დაინახავდა წინა საკითხი. მახსოვს რა არის კორუფციის წინააღმდეგ წამოიწყეთ ეს პერიოდი კამპანია. დღეს შეჩერებული ეს კამპანია. არ დამარცხებულა კორუფცია საქართველოში ეს ყველაფერი და გორში მიქნეთ. რატო შეჩერებული? დღეს EDP-ს ადგილობრივი ორგანიზაცია და რატო აღარ ახდენს ეს აქტივობა? აუცილებელია ტრიბუნა ქონდეს და თქვა ამის გამოყენებით სადაც თქვენი გზური. რა თქმა უნდა, ახლა ტრიბუნა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ტრიბუნა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. ტრიბუნის გარეშე არსებობს ალბათ პრესა, ტელევიზია, მიტინგი, რის პრაქტიკაც ჯერჯერობით ასე ვთქვათ, აღარ არის მოდაში საქართველოში და ალბათ მეთქმა დაგვიყვაროს, რომ ჩვენ ისევ იმ პრაქტიკას დავუბრუნდეთ, მაგრამ ის პოლიტიკური ორგანიზაციები დღეს, რომლებიც ხელისუფლების გარეთ არიან დარჩენილი, ანუ პარლამენტს გარეთ, საკრებულოს გარეთ, რა თქმა უნდა, მათთვის უფრო ძნელია დღეს აქტიურ პოლიტიკაში დარჩენა, ვიდრე იმათი, ვინც არიან დღეს ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ახლა მე მის თქმა არ მინდა, რომ გორის მოსახლეობამ ჩვენ მხარი არ დაგვიჭირა ადგილობრივ არჩევნებში. მე თავის დროზე ეს თქვი, მადლობაც მოვუხადოთ ჩვენ სამომრჩევლებს, ჩვენ საკმაოდ რაოდენობის ხანი მივიღეთ, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების აშინდელი არა კანონიერი ქმედებით ძალიან ბიათ რომ თქვათ დავჭით ჩვენ საკრებულოს გარეთ. მე არ მგონია, რომ ჩვენმა ქალაქმა ამითი მოიგო. ამას თვითონ ჩვენი ყოველდღიური ყურადღეში არის დღეს ჩვენი ქალაქი, ყველამ კარგად იცის საშინელი მდგომარეობა არის, აგერ კალბატონმა პენსიონერებზე ილაპარაკა, მაგრამ კატასტროფული მდგომარეობა არის კრიმინოგენური თვალსაზრისით, ყველამ კარგად იცით, საიდან მოსკოვიდანაც კიდე ჩვენი ახლობლები მეგობრები ახდება გორში, უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა გორის და აქ არ არის რაღაც უბრალო პატარა ორგანიზებული ჯგუფებია უკვე პოლიციის და აი ამ ასე ვთქვათ კრიმინალური სამყაროს ერთობლივი. მე ამას მთელი გორი ლაპარაკობს და ამის თქმის გორის მოსახლეობის აზრს გარკვეულწილად ამ შემთხვევაში უფლება მაქვს თქვა. გასაგებად მე რა მაინტერესებს. თქვენ თუ მოახერხეთ ბატონი ირაკლის საუბრობდა გაერთიანებაზე ოპოზიციურ ძალებისა. გორის საკრებულოში, როდესაც თქვენ მუშაობთ, ვიცი გარკვეულ დაზაბული ურთიერთობა ჰქონდათ პირველ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარესთან გოგინ ჭედიშვილთან და ეს ხალხი ფაქტიურად ეხლა არიან ზოგი გაერთიანებულ დემოკრატიებთან არის, ზოგი ნაციონალურ მოძრაობასთან. თუ მოხდა თქვენი გაერთიანება, თქვათ ცენტრის დონეზე, თბილისის დონეზე, რა თქმა უნდა ახაც მოხდება ნორმალური გაერთიანება, ხო? აი, რამდენად დაივიწყეთ იგივე წენას, იგივე დაპირისპირებას რაც იყო და ამოხდება ეს მაინტერესებს. ვიცი რა ოფისის საკითხებზე დავდავჭი ყოფილ სახალხოებთან ამჟამად დემოკრატიულ გოგინ ჭედიშვილთან. ეს პოლიტიკური დაპირისპირება იყო ჩვენი მაშინდელიც და ახლაც ეგრეა და რა თქმა უნდა პიროვნული დაპირისპირება არ არის ჩვენ შორის და ალბათ არც იქნება და რა თქმა უნდა თუ ვთქვათ რაღაცა გაერთიანება და დაახლოება ალიანსის შესწრება თბილისში მე პირადად ვზად ვარ არა მარტო დემოკრატებთან, იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან თუ ნებისმიერ ორგანიზაციასთან გორში, სხვათა შორის გორი არ არის ისეთი ქალაქი, აი ბატონი ირაკლი იცნობს კარგად ჩვენს ქალაქს. გორში არასდროს არ ყოფილა ურთიერთ დაპირისპირება, იგივე თვით 91 წლის მოვლენები რო იყო 11
12 წლის მოვლენები გორში სხვათა შორის ძალიან ისეთი ნორმალურად ჩაიარა ამ პროცესებმა. და ეხლაც მას შემდეგაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყოველთვის ერთმანეთთან. ერთი მომენტი არის უბრალოდ რაც მე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო. ეს ალბათ ეხლაც იჩენს თავს ამ ბატონმა ირაკლიმ გარკვეულწილად ამ საკითხს თქვა, მაგრამ იგივე გორის რაიონის საკრებულოში უმრავლესობა მაშინ იყო მოქალაქეთა კავშირი. როდესაც დამთავრდა ამ საკრებულოს ვადა, აღარავინ აღარ არის ის ხალხი მოქალაქეთა კავშირის წევრი. ფაქტიურად პასუხისმგებლობას დღეს არავინ არ იღებს მაშინდელ მოქალაქეთა კავშირის ქმედებაზე. და ისე გამოდის რომ დღეს რომ მოქალაქეთა კავშირზე ილაპარაკო, მაშინ კონკრეტულად პიროვნება უნდა ახსენო, თქვათ, ვინც იგივე კორუფციული, ანტიკორუფციული კომისიის შექმნაში ჩვენ მაშინ ხელი შეგვიშალა საკრებულოში. ხო, რატო? იმიტომ რომ ალბათ თვითონ იყვნენ და თავისი საქმიანობის გამომზაურების ეშინოდათ, ხო? და ალბათ დადგება ახლა ისეთი პერიოდი, როდესაც ეს ხალხი ისე ტრიბუნალში შედგება და ან აბრეშუმის გზის წევრები გახდებიან, ან სხვადასხვა რასაც ეჭვიან, რასაც შეიძლება ჩათმის. კარგი, ჩვენ ორი წუთი გვაქვს დარჩენილი და ბატონო ირაკლი აღარ შევაფასოთ ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გარკვეული რეზიუმის სახით ისე საშემოდგომო არჩევნები, როგორ ფიქრობთ, ძალიან მოკლედ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ხელისუფლებას მე ვიცი რომ იდეა საჩვენო გააკეთა განცხადება ასეთი რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება მოისყიდოს თქვა თანამორჩეველი იგივე აი აბრეშუმის გზისა და ახალი ბლოკია შექმნებით ახალი საქართველოს ეკო. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ ბზადება არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ძალიან ნელა მიმდინარეობს. აქ გამოვყოფთ მთელი რიგი კანონებისა, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ არჩევნებს გარკვეულად მეტნაკლებად სამართლიანობის ელფერი ჰქონდეს. სამწუხაროდ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და სტაგნაციას განიცდის. ეს ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების სისხლზე დაასხავს საბოლოოდ წყალს, ამიტომ ხელისუფლება მოსყიდვაში არ იგულისხმება როგორც მისი ფინანსური საშუალებები, ასევე მისი ადმინისტრაციული საშუალებები და ასევე იმის დანახვა, რომ ჯობია ისე ეს შეშეული ჭირი ავირჩიოთ, ვიდრე გაუყოლოდ მომავალს დაუჭიროთ ხარი. მე ამიტომ ვფიქრობ, რომ ოქტომბრის, უпростоოდ ნოემბრის არჩევნები, რომელიც შეიძლება ითქვას უფრო კარზე მოგვადგა, ჯერჯერობით მზაობა იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი და ეს არჩევნები იქნება რეალურად შემცვლელი ქვეყანაში სიტუაციისა, ამის მზაობას სამწუხაროდ მე ჯერ ვერ ვხედავ. რას დაუყიდეთ? იმედი მაქვს, რომ აქ რა არის იცით, რომ ოპოზიცია ერთ სიაში გაერთიანება თუ არა, აი ამ მიზნის გარშემო გაერთიანება მაინც უნდა მოახერხოს, რასაც თქვია სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. და ბოლოს სულ ეს რამდენი რამე მიმართვა შიდა ქართლის მოსახლეობას თქვენს მე პირველ რიგში ჩემი მიმართვა მაინც მინდა რომ ოპტიმიზმით უნდა იყოს გამშვალული და ერთ რამეს მოუწოდებდი შიდა ქართლის მოსახლეობას, რომ მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ გარდა იმ პრობლემებისა, გარდა იმ სათქივარისა, რაც აქაურ მოსახლეობას ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხის მოსახლეობას გააჩნია, ისინი არიან ის ადამიანები, ეს არის ის რეგიონი, რომელსაც მოვამალე დრო და თავისი ლომის წილი სიტყვა ეთქმის საქართველოს მთლიანობის და ერთიანობის აღდგენაში, ისტორიული სამაჩაბლოს შიდა ქართლის საქართველოს დედასხეულთან დაბრუნებაში. რატომღაც ჩვენ ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ აფხაზეთზე, გასაგების არის ეს, მაგრამ მე იგივე მინდა ვთქვა, რომ ქართლი იქნება
ის თავარი მომძრავებელი ძალა, რომელიც სამაჩაბლოს შიდა ქართლს საქართველოს ერთიან სხეულს დაუბრუნებს და არავითარ მომენტში არ არის არასდროს განსხვავება საქართველოს ნებისმიერი კუთხისა და ნებისმიერი კუთხის საქართველოს ერთიან სხეულში დაბრუნებას შორის. აი მე მინდა რომ აი ამ ძიმე ჟამს, აი ამ თითქოს და ერთი შეხედვით გამოუვა მდგომარეობაში ჩვენ ეს რწმენა არასდროს არ დავკარგოთ, რამე თუ მხოლოდ ის სიმარჯვებს, ვინც რწმენას არასდროს არ კარგავს. დიდი მადლობა. მოკლედ. მე ძალიან მოკლედ მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვინც აპირებს მომავალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას გორში. მე მაგიტომ ვჩქარობ ახლა რომ ეს მიმართვა გავაკეთო, შემდეგ უკვე როდესაც გამჟღავდება ესენი ვინ არიან, შემდეგ უკვე უხერხული იქნება ამაზე ლაპარაკი. მე მინდა მათ მიმართო რომ ჩაიხედონ პირველ რიგში თავის გულში და რისთვის მიდიან ხელისუფლებაში, რა უნდათ პარლამენტში და შეუძლიათ თუ არა მათ ასე ვთქვათ გმირები იყვნენ აი პირდაპირი გაგებით შეუძლიათ თუ არა ვთქვათ თავი გასწირონ თავისი მოძნისათვის. ეს ცოტა შეიძლება ისე ჟღერდეს დღეს პათეტიკურად, მაგრამ თუ ვთქვათ ეს რეალობად არ იქცა, სხვანაირად ალბათ გამოსავალი არ იქნება და ხელისუფლება ეს თუ ტვირთად არ მახსოვს ბატონი გია ამას ძალიან ხშირად ამბობდა ჭანტურია რომ ეს ხელისუფლება ეს არის ძიმე ჯვარი და აი ამის ტარება ყველას არ შეუძლია. აი ამ ჯვრის სატარებლად თუ არ იქნება ეს ადამიანი მზად, რა თქმა უნდა ეს უკვე ღალატის ტოლფასია ის რომ ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონთამას, დიდი მადლობა ბატონო იაკობი. მადლობა თქვენ. მომზადით. სადესაც საინტერესო საუბარი გამოვიდა ჩემი აზრით. უბრალოდ ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდნენ ირაკლი ქადაგიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ მაყაშვილი. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო დასრულდა. აქ ამ სტუდიაში თითქმის ყველა პოლიტიკოსმა, ვინც დღევანდელი ერთი განცხადება გააკეთეს, რომ აუცილებელია ყველა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი. ძნელი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რადგან საერთოა რომ არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც არის ობიექტურად, რასაც ვია ობიექტურად ჩატარება არჩევნებისა. ამიტომ ნუ გამოაყენებინეთ თქვენს ბიულეტენს უღარებს, წაბრძანეთ არჩევნებზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ კანდიდატს. მე დღეს გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ერთმანეთს მომავალ სამშაბათს შევხვდებით. მადლობთ, კარგად წამოთ.